Kolegebo ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგით გათვალისწინებული კვლავ ორი საკითხი გვაქვს, რომელიც დარიგებულია. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. მესამე მოსმენით განვიხილავთ საქართველოს მთავრობის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენა. გთხოვთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. სულს მოკლედ მოგახსენოთ, რომ ჩვენ გავიზიარეთ ის ტექნიკური რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომლებიც მოგვაწოდა იურიდიულმა კომიტეტმა და იურიდიულმა დეპარტამენტმა. წმინდა ტექნიკური ხასიათის რედაქციული მადლობა, კი ბატონო. მაშინ მივყვეთ მუხლობრივად, მუხლი პირველი, კოლეგებო შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის რედაქციულ ცვლილებებთან დაკავშირებით? ასეთი არ გახლავთ. მუხლი მეორე, ასეთი არ გახლავთ, მუხლი მესამე, არ გახლავთ შენიშვნები და მოსაზრებები. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა. მეორე საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტი ფულის გათხრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენით, გთხოვთ ბატონო მართლა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მესამე მოსმენის ფარგლებში არის მხოლოდ რედაქციული და სტილისტური ცვლილებები, რომელიც გათვალისწინებულია ამ რედაქციაში, რაც დარიგებული გაქვთ. შინაარსის უცვლელად. შინაარსის უცვლელად, დიახ. კარგით, პირველ მუხლთან დაკავშირებით ხომ არ არის შენიშვნები? ასეთი არ გახლავთ. მეორე მუხლი, მესამე მუხლთან დაკავშირებით ხომ არ არის? ასეთი არ არის. დიდი მადლობა ბატონო მართლა. მადლობა. კოლეგებო, გადავიდეთ კეჭისყრის პროცედურაზე. არის მომხრე ხარი დაუჭიროთ ბატონი გიორგი დგებუაძის მიერ წარმოქმნილ საკანონმდებლო ინიციატივას მესამე მოსმენით. ერთხმად, მადლობა. და ბოლო საკითხი ბატონ ვახტანგ გვაჩიაშვილის წარმოქმნილი კანონ პროექტი, ვინ არის მომხრე? მესამე მოსმენით. დიდი მადლობა ერთხმად. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. გადავიდეთ ხომათა დარბაზში.